ალბათ ადამიანების უმრავლესობა ახალ წელს მარხვაზე იყო. მოდით გავიგოთ მარხვის გახსნილების შემდეგ როგორ შევახვედროთ ორგანიზმი ყველანაირ საკვებს. თუ ადამიანი მარხვას სწორად იცავს, ხილსა და ბოსტნეულს აუცილებლად დიდი რაოდენობით უნდა ღებულობდეს. ამ შემთხვევაში ორგანიზმის გამოფიტვის ნაცვლად მისი გაწმენდა ხდება. მარხვის დროს ადამიანის ორგანიზმი ცილების ნაკლებობას განიცდის. ცილებთან ერთად მას ვიტამინებიც აკლდება. მარხვის დასრულების შემდეგ ხორცეულითა და ცომეულით გაკეთებული მძიმე საკვების დიდი რაოდენობით მიღება არ შეიძლება. სრულფასოვან საკვებზე გადასასვლელად შემდეგი რჩევები უნდა გავითვალისწინოთ. თუ ნორმალურად იცავდა ადამიანი და ღებულობდა, რა თქმა უნდა, ბოსტნეულს და იმას ხილს დიდი რაოდენობით, მაშინ უნდა ეტაპობრივად დაიწყოს ყველაფრის მიღება. რასაც ჩვენთან არ აკეთებენ და არავინ რა თქმა უნდა შვიდში ამას არ დაიცავს, მაგრამ ჯერ უნდა მიიღონ მარტო რძის ნაწარმი პირველი 2-3 დღის განმავლობაში, ხაჭო, ყველი, კეფირი, მერე უნდა შეიყვანონ კვებაში უკვე კვერცხით შეიძლება და სადღაცა 3 დღის შემდეგ უნდა დაიწყონ ხორცის მიღება. ისიც არ უნდა იყოს, რომ შეჭამა იქ შემწვარი გოჭით, საცივით, არავითარ შემთხვევაში უნდა დაიწყონ 150-200 გრამით დღეში და ნელ-ნელა გაზარდნონ იმ რაოდენობამდე, რა რაოდენობასაც საერთოდ იღებენ. თუ მარხვის დასრულების შემდეგ ამ რჩევებს გავითვალისწინებთ, ჩვენი ორგანიზმი კალორიულ და ცხიმიან საკვებს ზედმეტი სტრესის გარეშე შეეჩვევა. ამ შემთხვევაში ორგანიზმის დასუსტების ნაცვლად მარხვა ჩვენი სულისა და ხორცის საკურნებლად იმოქმედებს.